საქმეს აღამოს ვაგრძელებთ საფონდო ბაზრების მიმოხილვით, თუკი გუშინდელი სავაჭრო სესია შედარებით ნეიტრალური იყო ამერიკული ბაზრისათვის, დღეს უკვე საფონდო ბირჟებზე ძალიან მკვეთრი დაღმასვლა გვაქვს, თანაც არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასეთი ნეგატიური განწყობა შეენიშნება. ამ ეტაპისათვის S&P 500-ის შეფასება არის შემცირებული 1.5%-ით, Dow Jones-თან გვაქვს -1.66%, Nasdaq-თან კი -1.58%. აქვე კომპანიებსაც შეგვიძლია გადავალოთ თვალი, როგორც ხედავთ, ყოველი ძირითადი მათგანის შეფასება დღეს შემცირებულია, მაგალითად Nvidia-ს აქვს -1.5%, Google-საც ასევე -1.5%, TSMC 4%-ზე მეტად არის შემცირებული, Broadcom-ი -2%, Tesla-ც -2% და საერთო ჯამში აქ როგორც ხედავთ, ბაზარზე არის საკმაოდ ნეგატიური განწყობა. აზიაში ვითარება კიდევ უფრო უარესია. მაგალითად, Nikkei-ის ინდექსი 3%-ით დაეცა, კორეული ინდექსი ლამის 6%-ით დღეს შემცირებული, შანხაის -1.5% აქვს, ხოლო ევროპული ინდექსი -3%. მთელი ეს დაღმასვლა და ძალიან ნეგატიური განწყობა რეალურად უკავშირდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელმაც თქვა ასეთი ფრაზა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა და რესურსი იმისათვის, რომ ომი გააგრძელოს სამუდამოდ. ცხადი აქ პრეზიდენტს არ გულისხმია ომის 100 წლებულებით გაგრძელება, უბრალოდ აქ ფოკუსი გაკეთდა იმაზე, რომ ამერიკას აქვს რესურსები იმისათვის, რომ ომი იქამდე გააგრძელოს, სანამ მას მოესურვება. ანუ ამერიკას არ დაუდგება საფრთხე იმისა, რომ შეიძლება დაუმთავრდეს ან იარაღი, ან ტყვია-წამალი, ან რაკეტები, ან საერთოდაც ფინანსები. ასეთი რისკები, როგორც ჩანს, ამერიკის პრეზიდენტის აზრით ქვეყანას არ გააჩნია, თუმცა ეს განცხადება ინვესტორებმა ცოტა არ იყოს და განსხვავებულად მიიღეს. მათი აზრით, ამითი პრეზიდენტს უბრალოდ უნდა ბაზარი მიაჩვიოს იმ ფაქტს, რომ შესაძლოა ეს კონფლიქტი იმაზე მეტი ხანი გაგრძელდეს, ვიდრე ამას აქამდე მოელოდნენ. ხოლო ამჟამინდელი მოლოდინი საშუალოდ, თუ კი რა თქმა უნდა ბაზარს დაუჯერებთ, არის 1-დან 3-4 კვირის ფარგლებში. 4 კვირაც უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადამეტებულ პროგნოზად ითვლება, უფრო ნაკლებ ხნიანი მოლოდინი არსებობს და თუ კი აღმოჩნდება ისე, რომ ომი იმაზე მეტი ხანი გაგრძელდება, ვიდრე ამას ბაზარი მოელოდა, რა თქმა უნდა, ეს საერთო ჯამში კომპანიების აქციების შეფასებაზე ნეგატიურად აისახება, რადგანაც ომი თავისი არსით არის რისკი და როდესაც ბაზარზე ჩნდება მეტი რისკი, ამ დროს რა თქმა უნდა, აქციების შეფასება ეცემა ძალიან ლოგიკური მიმართება არის ამ მხრივ. თუმცა არ უნდა გავასწროთ წინ მოვლენებს და არ უნდა მივიღოთ პრეზიდენტის განცხადება ასე პირდაპირ. ცხადია, ტრამპი შესაძლოა ზოგჯერ ბუნდოვანი იყოს თავის სიტყვით გამოსვლებში, თუმცა ამ შემთხვევაში ტრამპს უფრო დიდი საფიქრალი აქვს, ვიდრე მაგალითად აქ კონკრეტული დედლაინების განსაზღვრა. მთავარი არის, როგორც პრეზიდენტი ამბობს, მიზნებისა და ამოცანების მიღწევა. მიზნები და ამოცანები ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული და თუ კი კონფლიქტის განვითარებისა და ესკალაციის ტემპს გავითვალისწინებთ, შესაძლოა ეს მიზნები 1-2 კვირაშიც კი იქნას მიღწეული, ამიტომაც ჩვენი ზღა დარჩენია ბაზარს ვადევნოთ თვალი, სიტუაციის მონიტორინგი ვახორციელოთ და ამის ფონზე უკვე რეალური ფაქტებიდან გამომდინარე გამოვიტანოთ დასკვნები. თუმცა ერთი ფაქტი, რომლის უარყოფაც არის უბრალოდ შეუძლებელი, ეს არის ის, რომ რისკების მომატების ფონზე ნავთობი არის გაძვირებული, თანაც ძალიან მკვეთრად. ერთ დღიან პერიოდში, როგორც ხედავთ, მატება უკვე 7% აჭარბებს, ხოლო ერთ კვირაში უკვე ზრდის მაჩვენებელი არის ლამის 18%. ასეთი მკვეთრი ნახტომი ჩვენ ერთ კვირიან პერიოდში არ გვინახავს ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, აი ასეთი მასშტაბის მოვლენასთან გვაქვს რეალურად საქმე. ამის ფონზე პარალელი ბრენტის ფასი არის $83, WTI, ანუ ამერიკული ნავთობი $76 ივაჭრება, ასევე რუსული ნავთობის ფასიც იმატებს $62 ადგენს, თუმცა მოგეხსენებათ რუსულ ნავთობს ოფიციალური ბირჟიდან ისედაც არც არავინ ყიდულობს. აი რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ის კიდევ უფრო მკვეთრადაა გაძვირებული. დღეს ევროპაში ფასმა დამატებით 24%-ით იმატა, ხოლო ერთ კვირაში ზრდის მაჩვენებელი უკვე არის 78%. ეს ისეთი მკვეთრი ზრდაა, რომელშიც მომზადებაც კი ფაქტობრივად შეუძლებელია. ასე ვთქვათ, ნახტომთან გვაქვს საქმე და იმაზე მივთითებს, რომ ევროპაში შესაძლოა თუ კი ვითარება ასე გაგრძელდება, უკვე ენერგეტიკული კრიზისის ნიშნებიც კი გაჩნდეს, რადგანაც ჩაკეტილია ჰორმუზის სრუტე და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა თავისი არსით არის განპირობებული ორი მოცემულობით. ერთი არის ფიზიკური მოცემულობა, ვინაიდან იქ არის ძალიან მაღალი რისკები და არის
შანსი იმისა, რომ ხომალდები დაზიანდნენ, ამიტომაც უბრალოდ ტრანზიტი არის გაჩერებული და ამ რისკზე, რა თქმა უნდა, არც ერთი გემის კაპიტანი უბრალოდ არ წავა და იქ არ გაივლის. ხოლო მეორე რისკი რეალურად არის უარესი რისკი, რომლის ასე ვთქვათ, თავიდან მოცილებაც უბრალოდ შეუძლებელია და საქმე რეალურად ეხება და უკავშირდება სადაზღვევო კომპანიებს, რომლებმაც უბრალოდ უარი თქვეს ჰორმუზის სრუტეში ტვირთის გატარების დაზღვევაზე. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ თუ კი ტვირთი არ იქნება დაზღვეული ფაქტობრივად ლეგალურად შეუძლებელი იქნება, რომ იმ ტვირთმა გაიაროს, ხოლო სადაზღვევო კომპანიებს უბრალოდ დაზღვევის პაკეტის გამოყოფა ამ კონფლიქტთან დაკავშირებით არ კი უნდათ, რადგანაც ეს არის დისპროპორციული რისკი და ისინი არ არიან მზად, რომ ამ დისპროპორციულ რისკზე წავიდნენ. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, ბუნებრივ რესურსებს ძალიან მკვეთრად აძვირებს და ამ ფაქტს უბრალოდ ვერ გავიქცევით. მთელი ეს მოვლენა პირდაპირ არის დაკავშირებული უკვე არამხოლოდ უბრალოდ მიმდინარე მოვლენებთან, არამედ სამომავლო მოლოდინებთანაც, ამიტომაც ვითარება აქ არის განსაკუთრებით კომპლექსური. მიუხედავად იმისა, რომ ეს რისკები იზრდება და ძალიან ლოგიკურია დავინახოთ მიზეშედეგობრივი კავშირები, როგორც ხედავთ, მეტალების ბირჟაზე რაღაცნაირად საპირისპირო ვითარება გამოიკვეთა და დღეს ძალიან მკვეთრად ეცემა ოქროცა და ვერცხლიც. ოქროს შემთხვევაში -4% გვაქვს უკვე და უნცია მეტალის ფასი $5,100-ია, ხოლო ვერცხლთან გვაქვს -7% და უნცია მეტალის ფასი $82 ადგენს. და აქ ჩნდება ლოგიკური შეკითხვა, თუ რანაირად შეიძლება ომის მიმდინარეობის პერიოდში, როცა გაურკვეველია ძალიან ბევრი რამ, დაეცეს ოქროსა და ვერცხლის შეფასება. და ახსნა არის ძალიან მარტივი. რეალურად ოქროსა და ვერცხლის შეფასება იყო დამყარებული სამომავლო მოლოდინზე, ანუ ინვესტორებს ფასში უკვე ასახული ჰქონდათ მოლოდინი იმისა, რომ ომი დაიწყებოდა. მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, მარტივად რომ ვთქვათ, ინვესტორებმა და ტრეიდერებმა დაიწყეს ნიუსის გაყიდვა. ანუ მათ დაიწყეს იმ მოგების განაღდება, რომელიც მათ მიიღეს უკვე ამ რისკების რეალიზებით. შესაბამისად, ახლა უკვე ვხედავთ ტრეიდერების მაღალ აქტივობას, საკმაოდ სერიოზულ ვოლატილობას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს ფასების დაღმასვლას, რადგანაც ტრეიდერებს უნდათ, რა თქმა უნდა, თავიანთი მოგების განაღდება, ძალიან მარტივი მოთხოვნა მიწოდების პრინციპი მუშაობს ამ შემთხვევაში ამ ბაზარზე და ის აქტივობა, რომელიც ამჟამად აქ ფიქსირდება, ფაქტობრივად სრულად არის დაკავშირებული უკვე სპეკულაციურ ბაზრებთან და არც გრძელვადიან ინვესტიციებთან. აქვე ინვესტიციების თემა უნდა გავაგზავნოთ, რა თქმა უნდა, კრიპტოთი. ძალიან ვოლატილურია ბაზარი, რა თქმა უნდა, თუმცა აი ამ წუთების მდგომარეობით ვითარება არის შედარებით დასტაბილურებული, საშუალოდ 3%-იანი დაგვაქვს, მაგალითად ბიტკოინის ფასი არის 68,400, ეთერიუმი დაახლოებით $2,000 დივაჭრება, ერთკვირიან პერიოდში ზრდა არის. ეთერიუმთან დაახლოებით 8%, ხოლო ბიტკოინთან პლუს 7% კაპიტალიზაცია გვაქვს 339 მილიარდი ეთერიუმისა, ბიტკოინის შემთხვევაში კი გვაქვს $1,368 მილიარდი. აქვე უნდა ვისაუბროთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც რა თქმა უნდა გეოპოლიტიკური რისკები პირდაპირ აისახება და კონფლიქტის პოტენციური გაგრძელების შესაძლებლობა ბაზარს ნეგატიურად აწვება. ამის ფონზე საქართველოს ბანკის შეფასება შემცირებული არის 5.35%-ით. TBC-სთანაც კლება გვაქვს ფაქტობრივად ანალოგიური, ვხედავთ ამ ეტაპზე -5%. ეროვნული ვალუტა დღეს რა თქმა უნდა არ შეცვლილა. ქვეყანაში დასვენების დღეა, შესაბამისად კურსი უსუალოდ გვაქვს $2.69-დან, ევროსთან 3.16, ხოლო სტერლინგთან 3.60. და ბოლოს აქვე ჩვენ ტრადიციულად ორედე სიტყვა უნდა ვთქვათ ფორსაითის ლარის ფონდზე, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხა განათების ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, სარგებლის მოცულობა კი წლიურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს დაახლოებით 9%-ს, ანგარიზე $50,000-ზე მეტი სქონის შემთხვევაში კი სარგებელი აღწევს 10%-ს. ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც უნდა ერიცხებათ ყოველდღიურად. Foresight Investment Group კი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კომპანია.